წარმოადგენს ადამიანის კანის ბუნებრივ საფარველს. თანამედროვე ადამიანი თმის საშუალებით გამოხატავს თავის შინაგან განწყობას ხასიათს. თმასთან ასოცირებული ადამიანის ფასეულობანი. ინდივიდუალურობა, სიძლიერე, დამოუკიდებლობა, ქალბატონებისთვის კი თმა წარმოადგენს სილამაზის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს. ჯანმრთელი და მოვლილი თმა თანამედროვე ადამიანის სავიზიტო ბარათია. დერმატოლოგიურ პრაქტიკაში თმის პრობლემას სავარაუდოდ დიდი ადგილი უჭირავს, იმდენად რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა დერმატოლოგიის ახალი ქვემიმართულება ტრიქოლოგია, რომელიც შეისწავლის თმას და თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებს. თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენა მუდმივი განგაშისა და ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა. როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში თმის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რაც აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე. მოვლილი და ჯანსაღი თმა გამოხატავს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას, ის ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორია. ტრიქოლოგია არის დერმატოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელმაც აქტუალობა შეიძინა ჩვენი საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით, რადგან პირველ პლანზე წამოიწია ისეთმა დაავადებებმა, როგორც არის თმის ცვენა და თავის კანის დაავადებები. თმა არის კანის დანამატი, თმას აქვს თავის განვითარების ციკლები, რის გამოთაც ბუნებრივ მდგომარეობაში თმა ცვივა დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ღერამდე. თუ ეს რაოდენობა იმატებს და თმათ ხელდება, სტრუქტურა იცვლება, პირველ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ტრიქოლოგთან ვიზიტი, რაცაც სწორად დაისვას დიაგნოზი და სწორად ჩატარდეს მკურნალობა. ტრიქოლოგთან ვიზიტი მოიცავს ტრიქოსკოპიულ კვლევასაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა უფრო ისეთი ტექნოლოგიური სიახლეებით დიაგნოსტირება, როგორც არის მაგალითად ფოტოფაინდერით დიაგნოსტიკა, რომელიც უფრო მკვეთრ სურათს გვაძლევს თმის ცვენის დიაგნოსტირებისთვის, კანის დაავადებების გამოსარიცხად, კანზე არსებული პათოლოგიების დასადგენად და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რა ტიპის თმის ცვენაა იმის დიაგნოსტირებაში. თავის კანის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, მაგალითად ისეთი ტიპის თმის ცვენა, როგორიც არის ნაწიბუროვანი თმის ცვენა და ეს დაკავშირებულია ძირითადად ისეთ დაავადებებთან, როგორიც არის ფოლიკულიტები. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, რა თქმა უნდა, ზოგიერთ აუტოიმუნურ დაავადებასაც ახასიათებს თმის ცვენის განვითარება და ეს ღრმა პათოფიზიოლოგიური მდგომარეობებია, რომელიც განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს ექიმი ტრიქოლოგის მიერ. თმის ცვენა შეიძლება ჩაითვალოს ასევე პირველ სიგნალად გარკვეული დაავადებების განვითარებაში, განსაკუთრებით შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების მიმდინარეობაში, ზოგჯერ თმის ცვენა უსწრებს ხოლმე წინ, მაგალითად ისეთი დაავადებების დროს, როგორც არის წითელი მგლურა და სკლეროდერმია. ასევე ზოგიერთი მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება პირველად გამოვლინდეს თმის ცვენა, როგორც არის მაგალითად რკინადეფიციტური ანემია, თუთიის დეფიციტი თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები. თმას გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. კერძოდ ის შეიძლება იყოს პირველი სიგნალი ზოგიერთი სერიოზული დაავადებებისა და სასურველია დროული ვიზიტი ტრიქოლოგთან, რათა გამოვავლინოთ ესა თუ ის დაავადებები. თუ შევამჩნიებთ, რომ თმა გვცვივა დიფუზურად, თქვათ 100 ღერზე მეტი, ან თმამ შეიცვალა სტრუქტურა, ან გამოჩნდა ადგილი, სადაც თმისგან თავისუფალი ადგილს ვხედავთ, არ უნდა მიმართოთ თვითმკურნალობას, არ უნდა შევიძინოთ მხოლოდ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი, სწორი დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ ექიმ ტრიქოლოგს, დროულად დაისვას დიაგნოზი, დროულად შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა და არ დავკარგოთ დრო სხვადასხვა სახლური მკურნალობების თვალსაზრისით. თმის ცვენის დროს პირველი ადგილი უჭირავს ანდროგენულ თმის ცვენას. ამიტომ მისი ასაკი ძირითადად დადგენილია, რომ არის 22-23 წლიდან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში და ასევე ქალბატონებში. ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს ადრეულ ასაკში დაწყებული ანდროგენული თმის ცვენა 16-14 წლის ასაკში, რომელიც ასევე საჭიროებს ექიმ ტრიქოლოგის კონსულტაციას. ბავშვთა ასაკში სხვადასხვა პირველ ადგილზეა უფრო ბუდობრივი ტიპის თმის ცვენები და ამ დროსაც სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს. ასევე ბავშვებში თავს იჩენს ხოლმე ისეთი დაავადებები, როგორიც არის თავის
ხუთმიანი ნაწილის მიკოზები, რომლის დროსაც ვიზუალურად არის შესამჩნევი თმის ცვენა. ამიტომაც მისი დიაგნოსტირებისთვის ვიყენებთ ტრიხოსკოპს ან ფოტოფაინდერით დიაგნოსტიკას, რომ ზუსტად მოხდეს დიაგნოზის დასვა და შესაბამისი მკურნალობის შეთავაზება პაციენტისთვის. არის კიდევ ერთი მომენტი, რომლის დროსაც თმის ცვენა ძალიან აქტუალურია და ძალიან ბევრ ქალბატონს აწუხებს, ეს არის ორსულობის შემდგომ თმის ცვენა, რომელიც იწყება ძირითადად 3 თვის შემდეგ, მშობიარობის 3 თვის შემდეგ, ახასიათებს უხვი რაოდენობით თმის ცვენა, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, იმიტომ რომ ორგანიზმი მალე აღიდგენს თმის რაოდენობას, შესაძლებელია თავისითაც აღდგეს, თუმცა ხშირად მიმართავენ ხოლმე დამხმარე საშუალებებს, რათა მალე აღდგეს თმის საფარი. თუ გვინდა რომ დროულად დაისვას დიაგნოზი, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-ტრიქოლოგს, ჩაიტაროთ ტრიქოსკოპიული კვლევა, მათ შორის მიმართავთ ხოლმე ტრიქოსკოპიულ კვლევას ფოტოფაინდერით, სადაც ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ შეთავაზება პაციენტს შესაბამისი მკურნალობა, რათა დროულად დადგეს გამოჯამრთელება. გავრცელებული რეცეპტები ხშირად არის უშედეგო, ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს და დროულად ესტუმრეთ ექიმ-ტრიქოლოგს.